საიდუმლო, რომელიც ეხება ქვეყნის მომავალს, ვიღაც ღირსეული ადამიანები მაინც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ ყველაფერს მიიტანენ იქამდე, სადაც უშიშრად იქნება ამაზე საუბარი. მე მინდა მიმართო ხელისუფლებას. რატომ გაქვთ გასაიდუმლებული 127 მილიონი კვადრატული მეტრის სახელმწიფო დონეზე გაყიდვა არაბებს? რამდენი ეს ჰექტარობაში 13,700 ჰექტარი. ამას დაუმატეთ ეს 900 ჰექტარი, რომელიც თქვენ ამ არაბულ ჯგუფს ვითომ ინვესტიციის სახით მიყიდეთ. სინამდვილეში ავხსენი არაერთხელ, არავითარი ინვესტიცია არ არის. კაცმა იყიდა მიწა, ეს მიწა მისი საკუთრება, თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ ყველაფრის შეჩერება და თქვენი წყალობით იგი დაიწყებს თავისი მეგა ქალაქების მშენებლობას, რომელიც განკუთვნილია თვითონ მათ სიტყვებს გეუბნებით მდიდარი არაბებისთვის, ინგლისიდან, ევროპიდან, ემირატებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომ თურმე ეს კარგია და ამაში ჩაერთო ეგრეთ წოდებული ექსპერტები ბჭყალებში, რომელი ექსპერტები თქვენ ხართ, ან რომელი ეკონომიკის ექსპერტები თქვენ ხართ, რომ ინვესტიციური პროექტი, რომელიც არ იცით მისი ფინანსური მაჩვენებლები, არ იცით მისი საერთოდ დებულებებიც კი, მე თავს ვანებებ, რომ ფინანსური ანგარიშების გაკეთება შეგიძლიათ და პროექტის შეფასება, ხო? მაინც უჭერთ ხარს, იმიტომ რომ ასეთია გაფუჭებულობის ხარისხი, პარალელებს ატარებენ და აბსოლუტურად მცდარ პარალელებს, თითქოს რა 300 წელი ხო იყო არაბები და რა გვიქნეს და ახლა რა 400 წელი თუ იქნებიან, რას გიზამენ, იცით? 10 წლის მერე ქართველები აქ იქნება უმცირესობაზე უმცირესობა. ყველა პროგრამა შესრულებული იქნება და ამ ფანტასტიკურ ქვეყანას ჭკვიანი არაბები თავისთვის შესანიშნავად მოუვლიან. ჩინელებმა ხო ააშენეს ზღვასთან ქალაქიო და ხო წავიდნენ. საწავიდნენ. რა, მიწა მიყიდეს იმათ თუ კონტრაქტი იყო, ააშენეს, თავისი მოგება მიიღეს და წავიდნენ. სამაგიეროდ სტრატეგიული პარტნიორობის ეგეთ ბჭყალებში უნდა ვიხმარო, შედეგად 25,000 ჩინელს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ხო? დიდი წარმატება. აუცილებლად ეკონომიკა განვითარდება, ხო? არაბული ინვესტიცია ბჭყალებში არის მიწაში გადახდილი ფული, ეხლა უკვე არაბების საკუთრება, რატომ გაასაიდუმლო? თითქოს ეს კომერციული საიდუმლოა მთავრობამ. აი ახლა იყო მოთხოვნები იურისტებისგან, რომ რაც საჯაროა, რაც არ შეიძლება იყოს კონსტიტუციით, ეს არის სტრატეგიული რა მიწა, მისი გაყიდვა ან მის შესახებ ინფორმაციის დამალვის უფლება ხელისუფლებას არ აქვს, მაგრამ კანონი ამ ქვეყანაში არ არსებობს, მათ გაასაიდუმლეს კომერციული საიდუმლოს დაცვის მიზნით. სინამდვილეში საუბარია იმაზე, რომ ამ გასაიდუმლების შედეგად იურისტების კვალიფიციური მოთხოვნა ამ კონტრაქტის წარმოდგენისა იქნება ბლოკირებული გარკვეული დროით, იმიტომ რომ სასამართლო პროცესებს დრო უნდა. ამასობაში მთავრობას იმედი აქვს, რომ ადმინისტრაციულ ყველა ღონისძიებებს გაატარებს და ამ მიწას გადაუფორმებს ამას ყველაფერს. შემდეგ სანამ სასამართლოში ავძრავთ ჩვენ საქმეს და გამოვითხოვთ სასამართლო წესით ამ კონტრაქტს, რომელსაც ვეღარ დამალავენ, ამასობაში დაწყებული იქნა მშენებლობა და გაყიდო ამას 5 წელი მინიმუმ დაჭირდება. ამასობაში იქ შესახლებული იქნებიან არაბები, ძირითადად 100,000-ობით ადამიანი და გამოდის, რომ იურიდიული გზით თითოეული მათგანის წინაშე უნდა აღიძრას შემდეგ საქმეები, თუ ჩვენ ასე გაგვაბრიყვეს და მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ამიტომ უსაშველოდ საშიში რამ ხდება,
საუბედუროდ მე არაფერი მაქვს პრეტენზია და არ მოიხსენიებ იმ ხალხს, რომელსაც საერთოდ მხოლოდ თავისი ბელადი უყვარდა მოწონს და საქართველოს და მისი ოჯახი არაფერში არ აინტერესებს. ამიტომ ეს მხარდაჭერა ქვეყნის გაყიდვისადმი არის ერთი მხრივ გონება-სიჩვენის ბრალი, მეორე არის გაუნათლებლობის ბრალი, მესამე არის უღირსობის ბრალი და მეოთხე არის ინტელექტუალური დეგრადაციის, არადა ქართველი ყოველთვის იყო შინაგანად ინტელექტუალი, მას არ ჭირდებოდა ამისთვის დიპლომები, საუბედუროდ ეს იქნა დაკნინებული. მე არაფერს ვამბობ იმ ფული ხელფასზე მყოფ ექსპერტებზე, რომლებიც უბრალოდ ერთ იდიოტობას მეორე იდიოტობას უმატებენ და შეფასებებს, რასაც აკეთებენ, არის უბრალოდ სამარცხვინო. თუ ამ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს რაიმე პრეტენზია ექნებათ, მე კი იცით ყველამ რომ თავაზიანი ადამიანი ვარ, შემიძლია მიმიწვიეთ, სადაც გნებავთ, დავჯდეთ და პროფესიულად წესიერად ვისაუბროთ, ერთი ვნახოთ რა ექსპერტები ხართ თქვენ, რა ეროვნული პოზიციის ხალხი ხართ, კიდე გეუბნებით, ამას რაღაც ვაშა პატრიოტიზმით არ გეუბნებით, რა ხალხი ხართ საერთოდ, რომლებსაც დაგიკვეთეს, რომ გამართლოთ ეს საზიზღრობა, რომელსაც საქართველოს გაყიდვა ქვია. გითხარით საიდუმლო მუხლი ამ ხელშეკრულებაზე, გითხარით ხელისუფლების მიერ გაყიდული სახელმწიფო საკუთრებაში ყოფი 127 მილიონი კვადრატული მეტრი და დანარჩენი 186,000 კვადრატული მეტრი ბინა იყო გაყიდული არაბებზე, ფირმებზე, რომლებიც ყიდულობენ ამას და შემდეგ ყიდიან არაბებზე, საკმაოდ სერიოზულ მოგებას იღებენ, ხო? მაგრამ ეს არაბები ადრე თუ გვიან ამ თავიანთ სახლებში მოვლენ და მოდითო ბინადრობის ცენზი ავწიოთ და გავართულოთ ეს ზღაპრები, მოუყევით სახლში ისეთ ვინმეს, რომელსაც საერთოდ გაგება არ აქვს. ჯერ ერთი აზრი არ აქვს ამ წინადადებებს უბრალო მიზეზის გამო. დემოგრაფიული კატასტროფის გამო სხვა ყველაფერი კარგად რომ იყოს, ქართველები მალე იქნებიან გაეროს სამსახურმა გითხრა, მომაკვდავიერი ხარ. 2050 წლისთვის იყო ნათქვამი, გადამოწიეს 2032 წლისთვის. დიახ, 2032 წელს ქართველები იქნებიან, მანამდე იქნებიან, მაგრამ მე გეუბნებით ეხლა რაც არის, საუკეთესო შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობაში. დემოგრაფია არ არის, მიგრაცია უზარმაზარია, იმიგრაცია უზარმაზარია, ხო მე გეკითხებით, ქართველებისგან დაცლილ ქვეყანაში მოქალაქეობას არ მიიღებენ არაბები, ეს ხო სასაცილო, არა მარტო მიიღებენ, ისინი უმრავლესობა იქნებიან, შესანიშნავად მოაწყობენ ამ ქვეყანას, ფანტასტიკურად მოაწყობენ, თავიანთ არჩევნებშიც გაიმარჯვებენ, ქალაქის მერებად და ასე შემდეგ. თქვენ რა გონიათ თბილისის მერად, ის აკბაჯო თუ ვიღაც რომ კენჭი აყრევინეს, ეს იყო პირველი ტესტი, ძალიან შორს გამიზნული ტესტი, რა რეაქცია ექნებოდა ქართველებს. ქართველებს ჰქონდათ ბჭყალებში შესანიშნავი რეაქცია, იმიტომ 1%-ზე მეტი ამომრჩეველი გახდა მხარდამჭერი აკბაჯოსი, რომ ქალაქის მერი ყოფილიყო. ესე იგი, რამდენიმე წლის მერე აკბაჯო ნომერი 2 გახდება თბილისის მერიც, გახდებიან სხვა თანამდებობის პირებიც, ქართველები სად იქნებიან? ქართველები იქნებიან იმ უბედურ უმძიმეს შრომაში, რასაც ქართველი ქალბატონები, ქართველი მამაკაცების უსუსურობის გამო ხაზს უსვამთ, გინდ გეწყინოთ, გინდ არ გეწყინოთ, მოსარიდებელი არაფერი არ არის. მოწყვიტეთ საკუთარ შვილებს, დღედაღამე ვერ გადადეკით, ვაგონები დაცალეთ, რაღაცა ქენით, რომ ოჯახი გაიტანოთ და
ქალბატონები სახლში ყავდეთ და საკუთარ შვილებს, თქვენ შვილებს უვლიდეთ, მაგრამ ასე იცის იმან, როცა რაღაც მოინგრევა ერში და იწყებს დაკნინებას ყველაფერი. ამის წინაშე დგას საქართველოში სამუშაო ადგილები არ იქნება ქართველებისთვის. ხას უსვამ, ნებისმიერ თქვენგანს, ვინც მიმტკიცებს, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები შეიქმნა, მანახეთ გამოაქვეყნეთ სექტორების მიხედვით, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, დარგების მიხედვით, სად რა სამუშაო შეიქმნა. თქვენ რა გონიათ, ეს რომ შემოიყვანეთ ეს აფრიკის ქვეყნებიდან ხალხი და გლოვოში და ანგენში დამტარებლებად არიან, თქვენ გონიათ ეს სამუშაო ადგილების შექმნით? სამუშაო ადგილების შექმნაში არ უნდა იგულისხმებოდეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა, იმიტომ რომ არსად სტატისტიკაში, როდესაც სამუშაო ადგილების ზრდაზეა საუბარი, არსად არ საუბრობენ სოფლის მეურნეობაზე. იმიტომ ეს სპეციფიური სფეროა, სხვა სფეროა, თუმცა ჩვენ იქაც სული მონგრეული გვაქვს ყველაფერი. ამიტომ ტყუილი მე ისევ და ისევ ვაფრთხილებ ყველა ამ ქვეყნის გამყიდველ ადამიანებს და ამ გაყიდვის ეგრეთ წოდებულ ჟარგონზე ვიტყვი გამправებელ ადამიანებს. თქვენ გონიათ რომ ეს დაუსჯელი დარჩება. ხას უსვამ, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ თქვენ ისიც გონიათ რომ ქართველები ამას შეეგუებიან, რამდენი ქართველიც არ უნდა გადაიბიროთ, რამდენი გონება სუსტიც არ უნდა აყვიროთ უხეშად, უზრდელად. რომ ესე იგი თურმე ვინც ეწინააღმდეგება ამ უბედურებას ის არის ვიღაც საშინელი ბუა, რომელიც უნდა თუ არ განადგურდეს, უნდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოთ. კი ბატონო, ეცადეთ რომ ყველა ჩვენთაგანი ვინც ამის წინააღმდეგი ვიქნებით, ან ლიკვიდაცია გაგვიკეთეთ, ან ჩაგვაყენეთ ცუდ მდგომარეობაში. იმასაც დავინახავთ რა გამოგივათ. საკმარისი ერთი არასწორი ნაბიჯი გააკეთოთ და დააჩქარებთ ყველა იმ პროცესს, რომელიც თქვენ მაინც გელოდებათ წინ. კიდე გეუბნებით, საღი ქართველები არ გედავებიან, თუმცა არალეგიტიმური ხელისუფლება არ გედავებიან ხელისუფლებაში. ხო ხარ ხელისუფლება? რაღაცა ერთი მაინც გააკეთე ისეთი. არიქა ვიღაცამ ქველმოქმედება გააკეთა და ესე სახელმწიფო მოღვაწის საქმე ქველმოქმედება არ არის. ქველმოქმედება არის ის, რასაც ცოტა სხვა კატეგორია ქვია. მანახეთ სახელმწიფო მშენებლობაში რა გაკეთდა. არაფორმალურმა მმართველობამ ქართული სახელმწიფო გაანადგურა. პარლამენტი არ არის, მთავრობა არ არის, სასამართლო საერთოდ სასამართლო არ არის. მმართველობა მიდის სულ სხვა მხრიდან, სხვა წესებით, სხვა ინტერესებით, მთელი ქვეყანა ჩაძირულია კორუფციაში. ეხლა არ მითხრათ ამას, მე წლებია ვამბობდი და ძალიან ბოროტად მიყურებდნენ ამ ხელისუფლების მომხრეები, რომ მე თურმე რაღაცით ესე იგი არ ვარ კმაყოფილი, ხო? რა კმაყოფილი? ეხლა ერთმანეთს ხო იჭერეთ. რამდენ მილიონებზეა საუბარი? მე მოვიგონე მე ჩემი ცხოვრება 30 წელია ხელის გულზეა, საჯარო პირი ვარ 30 წელია. მთელი პარლამენტის ჩემი ყველა გამოსვლა პირველი არხით გადაიცემოდა და დევს არქივში, საზოგადოებრივ მაუწყებელში 1600-ზე მეტი ჩემი ინტერვიუ და სტატია და შეფასება გაზეთებში, ტელევიზიებში და ასე შემდეგ და თვლა მაქვს დაკარგული, ხო? ამიხსენით. მე რა კითხვები გაქვს ჩვენთან, მომწერეთ წესიერად, მობრძანდით, ტელეფონი იცით 5-9-96-97-11 დამიკავშირდით, მითხარით, თქვენ იყავით თუ არა ბანდიტი წარსულში, გიპასუხეთ. ერთმა ახალგაზრდამ მკითხა, თქვენ ხომ არ იყავით მხედრიონის ფარდამჭერი? ეხლა ქუთაისელები ალბათ ხარხარებენ ამის გაგონებაზე, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, მაგრამ კარგად იცოდეთ. ჩვენ იმდენად კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ, დათო ჭაბუკაშვილია, მოვლენ მალე სხვებიც, აქ უამრავი ადამიანი მოვიდა დღეს
და ჩვენ ამ ხალხის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანები მოვიდნენ აქ თავისინებით. ჩვენ არავის არ ვიწევთ, ჩვენ რეკლამას არ ვაკეთებთ, რომ არიქ ამას მოგცემთ, ჩვენთან ფულს ვერ მიიღებთ, იმიტომ ჩვენ თვითონ არ აგვაქვს ეს ფული, იმიტომ რომ საერთო განწყობით ვახერხებთ იმას, რომ ეს ოფისი შევინახოთ, კიდე რაღაც ხარჯები გავწიოთ, ყველაფერი გამჭირვალეა, მობრძანდით, ვისაუბროთ, რანაირი კითხვაც გინდათ ისეთი დაცვით და რა გვინდა ჩვენ კიდე გეუბნებით. ჩვენ ეს არ შეგვიქნია, იმიტომ რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ახლა ჩვენ ეს შევქმნით, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს. ამ ქვეყნის გადამრჩენი თქვენ ახლა, თქვენ ხართ ამ ქვეყნის გამყიდველები. კიდე გეუბნებით. აი ახლა ადაკით და გაასაჯაროვეთ ის 137 მილიონი კვადრატული მეტრი ვიზე გაქვთ მიყიდული. საიდან გაიგეო მოსახლეობის აღწერა, რომ 1,430,000 კაცია, იმიტომ რომ ღირსეული ქართველები მოვიდნენ, მოიყვანეს სასულიერო პირი და სასულიერო პირმა მითხრა, რასაც ახლა გაიგონებ, ჩათვალე, რომ ეს არის სიმართლე. გამოვედი მეორე დღეს და თქვი ეს არიქა ატყდა ერთი ამბავი, ატყდა ექსპერტების, ვიღაც ანალიტიკოსების, არ გაიშვა თქვენი ანალიტიკა უკანა კარში, იმერულად გეტყვით, არ გაიშვა თქვენი ანალიტიკა უკანა კარში. ერთ ისიც უთქვამს, რომ ჩვენო კი გვებძვიანო, ახლა წარმოიდგინეთ ახლა და, მაგრამ ჩვენზე ჭკვიანი ვინ არისო, არავინ არ არისო, ახლა ჩვენზე ჭკვიანი ვინ ჩამწვე. რა გითხრა იცი? ეხლა გეტყოდი კარგად ქუთაისურად, არა და გიცნობ? არიყავ დიდი ხანია გიცნობ, ხო? არ უნდა აკადრო შენ თავს ასეთი რამ. ასეთია რეალობა. ჩვენ ყველა ადამიანის გასაგონად ვამბობთ, განსაკუთრებით საღი ადამიანებისა. თუ ქართველები არ უშველიან ამ ქვეყანას, ამას სხვა არავინ არ უშველს. ხელისუფლება არ არსებობს არაფორმალური მმართველობა, ხალხს უსვამ, ეხლა თავის მოტყუება თუ გნებავთ, ნება თქვენია. არავით არის სახელისუფლებო ქმედებები არ მიდის მარტო მითითებების დონეზე შესრულება ყველაფერი იმისა, რაც საქართველოს ვერაფრით წაადგება. მოდის მოვიხდი საჯაროდ, თუ დამიმტკიცებთ საპირისპიროდ. ნებისმიერი საუბრისთვის მზად ვარ. მანახეთ ერთი გადაწყვეტილება 13 წლის განმავლობაში, რომელმაც გააძლიერა ქართული სახელმწიფო, რომელმაც გააძლიერა ქართული მომავლის ინტელექტი, ახალგაზრდები მაქვს, ფანტასტიკური ახალგაზრდები მოდიან, რა განათლებას ატენით და რას უშვებით ამ ახალგაზრდებს და მაჩვენეთ თქვენი გადადგმული ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მომავალს ნაცმოძრაობა გაანადგურეთ, ვისატყუებთ თქვენ. კიდე გეუბნებით, ვისატყუებთ. ნაცმოძრაობა თქვენი მოკავშირეა, კარგად აფინანსეთ და ნაცმოძრაობით გიდგათ სული, რომ ხელისუფლებაში ხართ. მთელი ოპოზიცია ხო თქვენ კონტროლ ქვეშა. ის მასკარადები რუსთაველზე, რომელიც გადატრიალებებით გასეირა, ეს ხო თქვენთან კარგად იყო შეთანხმებული და თქვენს გარეშე არ მოხდა, ვერ მოხდებოდა. იმიტომ რომ ამის აღმოფხრა თქვენ რომ პოლიტიკური ნება გამოგეჩინა და სპეცსამსახურებისთვის მიგეცათ უფლება გაეკეთებინათ ის, რაც მათ იციან, როგორ გააკეთონ. იქ არის ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი, ქართველი ადამიანია სხვათა შორის. თქვენ ნუ გონიათ, რომ ისინი ამ საზიზღრობებს საძირკველშივე არ ამოძირკვავდნენ, მაგრამ თქვენ პოლიტიკას აწყობთ ეს არეულობა, მუდმივი დესტაბილიზაცია, ხალხი რა დღეშია, ოღონდ არ მოდიდეს ნაცები და მზათავართ ესე იგი ყველაფერ უბედურებაზე მოვაწეროთ ხელი, ხო ნაცები ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. 1000-დან ერთი შანსი არ არსებობს. თუ ხელისუფლება ხელოვნურად არ გააკეთებს იმას, რომ გადატრიალების გზით ან რევოლუციის გზით ისევე ჩაანაცვლებს
ხელოვნური მოწყობილი რევოლუციით, როგორც ეს 2003 წელს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციით გაკეთდა. მე იქ ვიყავი, არ ვიყავი რიგითი პარლამენტარი, ყველაფერში მონაწილეობდი, ყველაფერი კარგად ვიცოდი და კარგად ვიცოდი თვეებით ადრე რომ გადატრიალება მოხდებოდა და მე ამას ღიად ვამბობდი, მათ შორის ცნობილ სახეებსაც ვეუბნებოდი, რომ თქვენ ხო იცით, რომ გადატრიალება მოხდება. იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის ის, რასაც თქვენ გარედან უყურებთ. პოლიტიკა არის ის, რაც ამ გარედან არ ჩანს და შიგა სამზარეულოში ხორციელდება. ეხლა შიგა სამზარეულოში ხორციელდება ის საშინელება, რომელიც ტრაგედიად დაუბრუნდება საქართველოს. რატომ ვამბობ მე ასე? საღ ნორმალურ ქართველებს უბედურება თუ მოხდა, მე ადექი და ამ საცოდავ, გასაცოდებულ ხალხს მიადექი და რამდენიც გინდა პრეტენზია წაუყენე. აი შენ რო ყოფილიყავი ასეთი საღი, ის რაც არის, ის არის. ეს მისი ტრაგედია დამთავრდა ეს როგორც ადამიანი. თუ ყველა ქართველი დამთავრებულია როგორც ადამიანი, პიროვნება, მაშინ ამ ქვეყანას ჩვეულებრივ წაგართმევენ. ჩვენ საუბრობთ იმადზე, ვინც ამ ქვეყნის მოყვარულია, ამ ქვეყნის მესვეურია და შეუძლია ნაბიჯი გადადგას იქეთკენ, რომ ეს ქვეყანა შეუნარჩუნოთ. ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ და იმედია რომ როდესაც ახალგაზრდების დრო მოვა, როცა ახალგაზრდების დრო მოვა და არა ახლა. ახალგაზრდების გაკეთებული საქმე პოლიტიკაში არ არის ახალგაზრდების საქმე პოლიტიკა. პოლიტიკა არის მათი აქტიურობის საქმე. მათი ისეთი საქმე, როცა ისინი თავიანთ ცოდნას გაზრდიან, გაერკვევიან სიტუაციებში, მიხვდებიან რა არის გასაკეთებელი, მოვა შემდეგ მათი დრო, გადაიბარებენ ამ ქვეყანას და მე უკვე პოლიტიკურად აქტიურები იქნებიან. ახალგაზრდების იმედი გვაქვს, იქნება გამოჩნდეს ვიღაცა. ეს არის როგორ იცით, ეს არის უტვინო კაცის ნათქვამი. ეს არის ჩამოყალიბებული უტვინო ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ახლა ახალგაზრდები თუ მოვლენ, აქ მოხდება რაღაცა კაი. როგორ მოხდება? როგორ მოხდება? კარგი, მითხარი, სახელმწიფო მართვა, პოლიტიკა არის ადამიანური საქმიანობის ყველაზე რთული სფერო. სასწაულად რთული სფერო. გეუბნებით ჩემი გამოცდილებით, საიდან შეიძლება აკრიბოს? მე ზუსტად გეტყვით 33 წლის ასაკში უნივერსიტეტში ხელმძღვანელის. ნუ დავალებით მითხრა 1000 საჭირო. კენჭი მაყრევინეს ქალაქ ქუთაისის მაშინ პარტიის პირველ მდივანთან ერთად პირველ სკოლაში, ახლა გიმნაზია კლასიკური, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოები იყო. ანუ დღეს რომ მუნიციპალიტეტებია ის. მე 33 წლის კაცი, რომელიც შესანიშნავი მოსწავლე ვიყავი, შესანიშნავი სტუდენტი ვიყავი, დღე და ღამე გამოთვლით ცენტრში ვიჯექი, დავჯექი იქ, კომისიის თავმჯდომარედ ვიყავი არჩეული და მე პირველად გავიგონე როგორ იმართება ქალაქი. მე არანაირი წარმოდგენა არ მქონია. საიდან დამექნებოდა? მე სხვა რამეს ვაკეთებდი. იმას ვაკეთებდი, რაც ჩემთვის იყო ყველაზე ძვირფასი და ყველაზე აქ მოხდი და ამ მოხვედრა მე გამინათა გონება და ჩამახედა ყველაფერში, საიდან იკრიბება ფული. წყალი როგორ მოდის, ონკანს რო უშვებ და ასე შემდეგ და ასე. შემდეგ მოხდი თხოვეს აგრეთვე რა დროს უნივერსიტეტია, ეხლა ინსტიტუტია და კონტროლის პალატაში გადამეყანე. იქ კი ბუღალტერიის დონეზე ჩავიხედე ქვეყნის ყველაფერში. განათლება, სოფლის მეურნეობა, ეს ის ყველაფერში ბუღალტერიის დონეზე. აღმოჩნდა რომ ჩემი ცოდნა მიღებული სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოში სულაც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე მცოდნე და სახელმწიფო დონეზე რა კეთდება.
ამის მერე მოვხდი პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე თანაც დარგობრივი კომიტეტისა, სადაც საიდუმლო ყველაფერი მოხსნილი იყო და ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო და ამის მერე მე ვლაპარაკო ყველაფერი ამაზე ასეთ თამამად, როცა ძალიან კარგი წიგნები მაქვს დაწერილი, ძალიან სერიოზული წიგნები, ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ნახოთ და გეკითხებით მე აქედან ვლაპარაკობ, იმიტომ ვარ ასე აგრესიული 25 წლის ბიჭმა საერთოდ რა უნდა იცოდეს სახელმწიფო მართვის შესახებ. მათი ჩემი ნათქვამი სწორად გაიგეთ. საქართველოს მომავალი არის ჩვენ ახალგაზრდობაში. თუ არ გინდა დაღუპო ეს ახალგაზრდა დღეს ხელისუფლებაში რა გააკეთა? სააკაშვილმა დაღუპა ახალგაზრდების უზარმაზარი ნაწილი, იმიტომ რომ არ მცოდნე ადამიანები მოვიდნენ იქ, სადაც არ უნდა მოსულიყვნენ. ეს რთული თემა, სხვა თემა, ამიტომ მე უმორჩილესად გთხოვთ. კვირას თავისუფლების მოედანზე ჩვენ გავაბავთ. ზუსტი სამართლე უთხრა. ზუსტი. ილიას და აკაკის ძეგლის მოპირდაპირე ხარ სი გზაზე ტროტუარებზე გავაბავთ. სტოკერზე. აქ რუსთაველზე. კი, რუსთაველზე. რუსთაველზე, სადაც ილია და აკაკის ძეგლია, იმის გაყოლებაზე რომელი საათიდან იქნება ბატონ დავით? 12 საათიდან, რასაც შევძლებთ, იმიტომ რომ მასალები ძალიან ბევრია და არ ამგონია ყველა დაეტიოთ, მაგრამ ერთი 2-3 რიგად გზელთოკებზე გავაბავთ. საქართველოს ხელისუფლების ნახელავს, როგორ გაყიდეს, რამდენია გაყიდული თმები ყავზე დაგიდგებათ. ამიტომ დავდგეთ ამ ქვეყნის გვერდით. მე თქვენგან არაფერი არ მინდა. მე და ბატონი დავითია ჭაბუკაშვილი, ჩვენი პარტნიორები კიდე სხვებია, აქ უკვე 1000-მდე ძალიან ღირსეული კაცი მოვიდა, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს. აქ მოვიდა ყველა თავისი ნებით. სხვანაირად ეს არ გამოვა. გთხოვთ ყველას, ვისაც ეს ქვეყანა, თქვენი ოჯახი, თქვენი შვილების მომავალი გინდათ. ნუ აყვებით ამ დამპალ კამპანიას, ნუ აყვებით ეგრეთ წოდებულ გადაგვარებულ ხალხს, რომელიც იმას გიმტკიცებენ, რომ აქ ორი გარამული ქალაქის აშენება არაფერი არ იქნება, გატო ინვესტიცია იქნება, რის ინვესტიცია იქნება, თქვენ საერთოდ ჭკუა გააქვთ, თქვენ საერთოდ ჭკუა გააქვთ? ოდიში, მაგრამ უარესი აგრესიული ვიქნები, იმიტომ რომ როცა ეს ყველაფერი დასრულდება, თუ არაფერი შეიცვალა, მე გინდა გადაცემა მოაწყე, გინდა ინტერვიუ მიეცი, არაფერს აზრი არ იქნება. კიდე გეუბნებით, საქართველოს ყოფნა არ ყოფნის, ქართველების ყოფნა არ ყოფნის ამ ქვეყანაში, თორე საქართველოს არაფერი არ ემუქრება როგორც ქვეყანას. ამას გაუჩნდება ძალიან მაგარი პატრონები და ამ სასწაული ქვეყნიდან ბაღნარს აქცევენ. მაგრამ ეს არ იქნება ესე იგი, თქვენ შეურაცხყოფთ ამ ექსპერტებს მიმართა ვითომ ბჭყალებში და ამ ანალიტიკოსებს. კიდე გეუბნებით, თქვენი ანალიტიკა არ გაიშვა უკანაკარში, სადაც გინდათ იქ დაგიძებთ. 7 მილიონი ქართველია შეწირული იმას, რომ ეს ქვეყანა არ დაკარგულიყო. ათობით თაობა ხალხი იბრძოდა, თქვენ რა გონიათ? ქუდზე კაციოდა იქ, როცა დახილი იქნებოდა მეფისა და ჩადიოდა კაცი, იმ კაცმა არ იცოდა, რომ შეიძლება ვერ დაბრუნებულიყო ამ ომიდან, მაგრამ რატომ მიდიოდა? იმიტომ მიდიოდა, რომ მისი ქვეყანა ეკარგებოდა და ამიტომ ამ ქვეყნისთვის მზად იყო თავისი ყველაზე დიდი რამ, რაც გააჩნია ადამიანს, სიცოცხლე გააჩნია, ხო? იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანია, რაღაცის შემქმნელი და მოქმედი, თორე გარდაცვლილი გასაგებია უკვე ნეიტრალური ადამიანია და მისგან თუ რაიმე კარგი ხსოვნაა, ის არის შემორჩენილი ოჯახისთვის, ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, მაგრამ ის უკვე მოქმედი არ არის. ყველა დიდ პრობლემას აგვარებს ცოცხალი თაობი და ყველაზე საღი ადამიანები. შველა გარედან არ იქნება, შველა სადმე შეძრომაში არ იქნება,
რუსთაველზე პროტესტანტებს, რომ ევროპაში მიდიხართ არა, ქვეყანა გენგრევათ თავზე, ერთხელ მაინც თუ გაგიპროტესტებიან, ან ქვეყნის გაყიდვა, ან არაფორმალური მმართველობა, კიდე გეუბნებით. დავით ჭაბუკაშვილი ახალგაზრდებთან მივიდა რუსთაველზე და უთხრა აგერ რუსთაველით რომ გითხარით რაცა პროტესტები დაგერ სტუდიაში ისაუბრეთ ისე დაიკარგნენ რაცა პროტესტებენ ისიც არც იციან იმიტომ რომ ის ნაწილი თავარი ორგანიზატორი ეს არის ფულზე გაყიდული ახალგაზრდობა რომელსაც კარგად აფინა დანარჩენი მოტყუებული ახალგაზრდობა მე მათ შესახებ ტკივა გული იმიტომ მზათა ვარ ყველგან მივიდე ამ ხალხთან და ვისაუბრო მათ ამიტომ ამის საშინელების წინაშე ვდგავართ გაიაზრეთ და ვინც ნაბიჯს გადადგამთ ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და ყველანი ერთად დავდგეთ ამ ქვეყნის გვერდით თუ არ გვინდა ისეთი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდეთ რომელსაც მე უკვე აღარაფრით ვეღარ გამოვასწორებ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, ხნეობას და წარმატებას გისურვებთ.